გესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ თუ მშვიდობა მოუტანეს ქვეყანას და მშვიდობა ქვეყანაში და მოდი გავყვეთ ყველაფერს, სადა გვაქვს მშვიდობა და რა სიტუაციაა ქვეყანაში, ხო, ზოგადად და რა სიტუაციაში ვართ. მაქსიმალურად ახლა ჩვენ ვიცით, რომ ყველაფრის გადასახადების გაზრდაზე არიან და ჯარიმებზე და საქართველოს მოქალაქეების, არ ვიცი, ამოღება მაქსიმალურად რაც შეიძლება და წნეხში მოქცევა ჩვენი მოქალაქეების. ახლა ფასების კომისია რომ აქვს ერთი შექმნილი, ერთი გვითხრან ამ ფასების კომისიაზე რა ქნეს თუ ფასების გაზრდის კომისიაა ეს პირიქით ხო შედეგი რა არის აი რა არის ამასთან დაკავშირებით შედეგი ხო ისიც კი ამასთან დაკავშირებით რა არის შედეგი საქართველოს მოქალაქეები ახლა როგორ გაამწარონ ამ ადამიანებმა იმაზე ფიქრობენ სოფლიოში ფასები რო იმატებს თავრობები და იმატებს და როდესაც მიდის ტენდენცია თუნდაც ნავთობის ფასი და ასე შეგვეც თავრობები იმას ცდილობენ რომ როგორმე შეუმსუბუქონ საკუთარ მოქალაქეებს ამ შემთხვევაში ისა რა ქვია ხვედრი იმისა რომ არ დააწეს ეს ყველაფერი მათ ზურგზე, ხო? ხო და როდესაც მშვიდობაზე გველაპარაკებია და მშვიდობა მოვიტანეთ ქვეყანაში, ჩვენ კარგად ვიცით რომ აი ჩვენს ქვეყანაში უკვე უბედურება ხდება, მეტი კატასტროფა არ შეიძლება იყოს, როდესაც სიკვდილი გაამეფეს ქვეყანაში. რაზეა საუბარი? აი ახალმა სიცოცხლემ ამ შემთხვევაში უკან დაიწია და სიკვდილმა აჯობა ახალ სიცოცხლეს, ხო? შობადობა არის ნაკლები, აი ეს ჩემი მონაცემები კი არ არის. ეს არის ოფიციალური მონაცემები, აი ნახეთ ხახნო 6452 გარდაცვლილია უფრო მეტი ვიდრე ახალი ანუ სიკვდილი ეს არის მინდა მიმართ ეს მშვიდობა არის ეს არის მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში და ამას უზახიან მშვიდობას მეორე საკითხი რო ტრაბახობენ რომ მაგრები ვართო და ეკონომიკა დუხს და გადადუხსო აი ოფიციალური მონაცემებია ხო აი საქართველოს ბოლოს სად არის პენსიონერები 22% შემთხვევაში თავისი პენსიით იქმაყოფილებენ ამ შემთხვევაში შეუძლიათ დაეკმაყოფილონ ანუ 78% შემთხვევაში მშივრები არიან შიმშილია ქვეყანაში აი ეს არის ეს მოიტანა ამ ყველაფერმა და ესენი რომ ფასებს ამაშვებიან რა ქვია რატო გარბის ქვეყანა დაიცალა საქართველოს დაიცალა თამარ ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან, წავიდნენ აი ამ ქვეყნიდან. ესენი გვეუბნებიან რომ ყველაფერზე მშვიდობა არისო. ანუ პირიქით, უბედურებას გვითარგმნიან მშვიდობად ამ შემთხვევაში. ხო, ნახეთ, ხალხო, სოფლები ნახეთ, ნახეთ ქალაქები ნახეთ. დაცლილია. რატომ არის ეს მონაცემები? აი რატომ არის რომ სიკვდილიანობა უფრო ზევით არის ვიდრე ახალი სიცოცხლე? იმიტომ რომ ქვეყნიდან გარბის ხალხი. საქართველოს მოქალაქეები გარბიან. მშვიდობა როგორ შეიძლება ამ ყველაფერს უწოდოთ? ჯარიმებზე და გადასახადებზე დააფუძნეს ყველაფერი, ხო? აგერ ბიზნესი მოკლეს, ავტომობილებზე, რა ვიცი, 4 მაგი და 5 მაგი გადასახადი დააწესეს. რატომ კეთდება ეს ყველაფერი? რატომ ვინმე დასაბას კითხვა ელემენტარულად რომ საქართველოს მოქალაქეებს რატომ ამყოფებენ აი ამ წნეხში და შემდგომ ეუბნებიან ტაში დამიკარეთ მშვიდობა მოგიტანეთ. კი ბატონო. რა არის მშვიდობა ამასთან დაკავშირებით ვინმე შეიძლება ახსნათ სამაგიეროდ თამარ კორუფციაში იხჩობა ქვეყანა. კი, ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი. თავისი გუნდის წევრები, აი ამ ადამიანები, რომლებსაც იძულებულს ხდიან ქვეყნიდან გაიქცენ აი ამათ ხარჯი, ბიუჯეტის ხარჯი, კორუფცია თვითონ ვერც უარყოფენ ამას. ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეები იხჩობა კორუფციაში, ხო? აი ეს ხო ყველაფერი ამ შემთხვევაში ნათელია. სამუშაო ადგილები იქმნება, არ იქმნება სამუშაო ადგილები. ჩვენი პარტია ყოველთვის საუბრობდა და საუბრობს. ანაკლიის სპორტი, რომელიც დღეს აშენებული უნდა იყოს. რამდენი გზის გადააგდეს ახლა ოცნების წარმომადგენლება 2021 წლის შემდგომ. ანაკლიის სპორტი არის ზეპარტიული პროექტი. არანაირი პარტიულობაზე აქ არ არის საუბარი, რომელიც არის უსაფრთხოების და 10,000-ობით სამუშაო ადგილის გარანტი. ეს არის გაყინული. მიტყრას ვინმე ამ ქვეყანაში რა მუშაობს საერთოდ? მუშაობს რამე? იქმნება დოლარი. მუშაობს ერთი ჯარიმების გაზრდის და ამოღების რეპრესიული მექანიზმი. აი ეს არის საკუთარი მოქალაქეები ამ შემთხვევაში როგორ იმასკრა და მეტიც ეს ადამიანები ხო ფარისევლები არიან. ეს ადამიანები ხო ყველაფერზე უკუღმა საუბრობენ ხალხო. აი აგერ აი მარტივი მაგალითი ახლა გეტყვიან რომ ეკლესიურები არიან, ღვთისმოშიშები არიან, ამას ახლა რო უთხრა გეტყვია. აი გელათის მონასტერი. რა დღეშია? საუკუნეებს გაუძლო, 1000 მომხტურს გაუძლო და ეს უბედურება ჭირს, ხო? ამასთან დაკავშირებით ყველა სფერო თამარ ავიღოთ. სფერო არ დარჩენილა, სადაც არ შეეხეს. ცუდად პირდაპირ შეიძლება ითქვას, მითხარით დადებითი დინამიკა სადაა. სიკვდილი მათთვის პირადი კეთილდღეობის პირადი კორუფცია აღნიშნე და დავასრულებ. თამარ დიდ დროს არ წავიდე ბოდიში, როდესაც საუბრობენ მშვიდობაზე ელემენტარულია ხალხო, როდესაც
სიკვდილიანობა უფრო ზევით არის, ვიდრე ახალი სიცოცხლე. ეს არის მშვიდობა, დავსვათ კითხვა ელემენტარულად. როდესაც პენსიონერი მშიერი არის და ოფიციალური მონაცემები არსებობს, აი აგერ ოფიციალური ბოლო ვართ ევროპაში. ბოლო ვართ ევროპაში და პენსიონერები მშივრები არიან. ეს არის მშვიდობა. როდესაც დაიცალა საქართველოს სოფლები, დაიცალა ქალაქები, ეს არის მშვიდობა. აი ეს არის ხალხო მშვიდობა. როდესაც საკუთარ მოქალაქეებზე გადასახადებს ზრდიან. დღეს დენის ტარიფი გაზარდეს 5%-ო. ეს არის კატასტროფულად დიდი თანხა, ხო? წარმო 5 თეთრი უბრალოდ. ეს არის კატასტროფულად დიდი თანხა. 30% გამოდის, ხო, ეს არის კატასტროფულად დიდი თანხა. როდესაც ჯარიმებს უწესებენ საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც მიზანმიმართულად ბიზნეს კლავენ ხალხო, როდესაც ავტომობილების შემოყვანა, ის ინდუსტრია, ბიზნესი, ყველაფერი, რომლებიც თვითდასაქმებულები იყო, ხალხი იმაშიც ერევიან და საქართველოს მოქალაქეებს იძულების ხდიან ქვეყანა დატოვონ. მაგრამ ეს არის ხალხო მშვიდობა? აი ეს არის მშვიდობა. ხო, და თვითონ იმ ჯორ შეშურდებოდა ისეთ რაღაცებს აკეთებენ. კი ბატონო, მართლაც ორველისებრ რეალობაში გვაცხოვრებენ უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების წარმომადგენლები და მინდა ესეც ვუთხრა ჩვენს მაყურებელს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი ეს არის გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები, ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულება შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. ასევე ის ამბობს, რომ ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება მოხდა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ანუ კიდევ ერთი ტყუილი, სად არის აქ ბატონო ლევან, რითიც ატყუებენ მოქალაქეებს, რომ თითქოს რაღაც ელექტროენერგიის მიწოდებაზე რომ არ შეექმნათ პრობლემები. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ 5 თეთრით გაზარდონ ელექტროენერგია, მაშინ როცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ყველა სტუმარმა გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში იმ დაპირებებით, რომ ყველა გადასახადზე შემცირდებოდა და პირველ რიგში დაასახელა ელექტროენერგია და წყლის გადასახადი. თამარა, მნიშვნელობა რა აქვს, რასაც პირდაპირ გეუბნები. ჩვენ ბევრი გვინახავს ნასაუბრები და ბევრი საწინააღმდეგო. ამ შემთხვევაში შედეგია მთავარი. და საკუთარი მოქალაქეებისათვის ხელისუფალს რა შედეგის დადება შეუძლია, აი ამაზეა მთავარი. თორემ მოტივი ნებისმიერი შეუძლია დააწერონ, ახლა გააშაონ ფურცელი და ჩამოწერონ, ნუ არ რამდენიც გინდა ამის გამო. ხო, თან ახალწლამდე აპირებდნენ ლევან და მაშინ მაინც შეეშინდათ რომ საახალწლო. კი ბატონო და მაგ გადადეს ეს. ნებისმიერი მოტივი შეიძლება. ჩვენ ვილაპარაკოთ შედეგზე. და ვსაუბრობთ შედეგზე. ისედაც გაზვალტყავებულ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებს პენსიონერებს როგორ დააწובה და თუნდაც არა პენსიონერებს ჩვეულებრივ ყველა ოჯახს როგორ დააწובה აი ეს გადასახადი რომელიც იმატებს ზუსტად მარტო დენის გადასახადზე ხო არაა საუბარი ხალხო ყველგან ყველაფერზე სადაც კი შესაძლებელია შევიდნენ და უმატებენ მე თქვი ავტომობილების იმპორტი ექსპორტი და შემდეგ გამბაჟების თემა ხო აქ ხალხი იყო დასაქმებული აქ თვითონ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არაფერი თვითონ დასაქმდნენ ეგ მთელი ჯაჭვი იყო გადიოდა საზღვარგარეთ შემოდიოდა სარემონტოს რას უშვებიან ამ ხალხს? ყველგან სადაც შესაძლებელია გაზდა. იქ მოტივია, აქ თუ მოტივი არის რაღაცა სარემონტო სამუშაოები, ბუნება უნდა დავიცვათო და გარემო უნდა დავიცვათო. კი ბატონო და კომისიის მუშაობაც და ამით შევაჯამოთ ბატონო ლევან, დარწმუნებული ვარ ისე დასრულდება, რომ არათუ ფასების კლებას მოქალაქეები ვერ ნახავენ. პირიქით უფრო ხედავთ რომ ამ პროცესში უფრო იზრდება ფასები. ანუ ქართული ოცნებისგან მოქალაქეებს უკვე მე მგონი აღარც აქვთ, მაგრამ იმ ვინც სუპს ჭამს და ბედნიერია, იმასაც კი აღარ უნდა კონდეს მოლოდინი რომ რაღაც. დასასრულს აი გეტყვით ახლა. რისი კომისიაა საჭირო და რისი კომისიები და ქვეკომისიები და ზეკომისიებია საჭირო. 11 ღონისძიებებია ხალხო საჭირო და კომისიებით რა კომისია შექმნეს და მოდი მე არაფერს მონაცემები არ აქვს საჭირო. ხალხი ყოველდღიურად შედის მაღაზიებში პროდუქტს ყიდულობს სხვადასხვა საქონელს შეიძლება. რამე გაიაბთა ჩემო მოქალაქეებო? კითხოთ საქართველოს მოქალაქეებს. ხო არ ყოფილა რამეს მიმართებაში მატება კონკრეტულად რამე პროდუქტთან დაკავშირებით მატება ხო ეს არის უაზრო PR კამპანია მოწყობილი ხელისუფალების მხრიდან რომელიც საკუთარი მოქალაქეების ეს აბუჩად აგდება სხვა მეტი რა შეიძლება ამ შემთხვევაში